სალამი მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ფავორიტი ბრენდების ერთი ფავორიტი პროდუქტის შესახებ, რომელიც ამ ბრენდთან კავშირდება ჩემთვის და ყოველთვის შევიცენ. ადრე მქონდა უკვე ერთი მსგავსი ვიდეო 2 თუ 3 წლის წინ დაახლოებით და შემახსენეთ ერთ-ერთ ვიდეოს კომენტარების სექციაში ბოლო პერიოდში რომ ვიდეოს განახლება ჭირდებაო და აგვისტოს თვე ცოტა რთულია დასაგეგმად ვიდეოების ზოგადად ისედაც იკლებს ხოლმე ნახვევი YouTube-ზე, ყველა მაინც გარეთ არის შვებულებაში, ქალაქგარეთ, საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. მაინც არ არის ხოლმე YouTube-ისთვის საუკეთესო თვე, აგვისტო მართალი რო გითხრათ და მეც ცოტა ვზარმაცობ ხოლმე როცა კონტენტის დაგეგმოს ეხება საქმე აგვისტოს თვეში. ამიტომ ვეძებდი აი რაზე შეიძლება რომ ვიდეო ჩავწერო, ამიტომ არაჩვეულებრივი ვიდეო იყო. დიდი მადლობა მაგისთვის და დღეს ამ პროდუქტების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც ფავორიტები არიან და როგორც კი მოგრჩები ამ ვიდეოს ჩაწერას, ამ მაკიაჟით და ამ საროჭკითი ვაგრძელებ შემდეგი კვირის ვიდეოს ჩაწერას, პროდუქტები, რომლებსაც არასდროს შევიძენ და არასდროს გადავიხდი ფულს. ანუ აქეთ 100% და კი და იქეთ არა. რო გავაგრძელოთ ასე ვთქვათ ეს თემა, შემდეგი შაბათის ვიდეო ეგ იქნება. და გადავწყვიტე რომ ასე გამეკეთებინა საიტები, სადაც ყველაზე ხშირად ვუკვეთავ პროდუქტებს. ევროპული ბრენდები და კორეული ბრენდები მაქვს ხოლმე ძირითადად გაყოფილი. როცა აქ ევროპულ ბრენდებს ეხება საქმე, ან აქ ოსმანში და DM-ში ვყიდულობ, ან ჩემ ონლაინ აფთიაქში ვუკვეთავ ხოლმე. ძირითადად აფთიაქში აქ რაღაცა გამაუჩებლისთვის თუ შეირბენ, იმიტომ რომ ონლაინ ყოველთვის უფრო კარგი შემოთავაზებები აქვს აფთიაქებს, ვიდრე ისე რომ შეირბინო აფთიაქში, ამიტომ როცა რაღაცა მჭირდება აფთიაქის, ძირითადად ვუკვეთავ ხოლმე ერთ-ერთ შეკვეთას ვაგროვებ ხოლმე და ერთიანად ვუკვეთავ მედიკამენტებსაც და კოსმეტიკასაც. ამიტომ გადავწყვიტე რომ ძირითადი ყველაზე ხშირად გამოყენებული საიტი ჩემთვის არის კორეული ბრენდებისთვის StyleVana და eStyle და გავხსენი ამ საიტებზე წარმოდგენილი ბრენდების სია. ანუ ეს საიტებზე ძირითადად არის ხოლმე სპეციალური გვერდი, სადაც ანბანის მიხედვით არის დაალაგებული ბრენდები, რომლებიც ამ საიტებს აქვთ და შემდეგ იგივე გავაკეთე ჩემი აფთიაქისთვის, ონლაინ აფთიაქისთვის, ისე რომ ბრენდები არ გავხსნა, ანუ არ დავაკლიკო ბრენდზე. სახელს რო წავიკითხავ ბრენდისას, რასთან ასოცირდება ჩემთვის ეს ბრენდი. ბრენდები, რომლებიც არ გამიტესტავს, ან რაღაცა ერთი ტესტერი მაქვს გატესტილი, ქონდა ეგეთი ვიდეოების სერიებიც, სადაც მილიონი ბრენდის ტესტერი დავტესტე მე მგონი. ეს რთულია, ასეთი ფავორიტი და ეს პროდუქტი ამ ბრენდს მახსენებს. ასეთ დროს, როცა მხოლოდ ერთი ტესტერი გაქვს ბრენდის გატესტილი, რა თქმა უნდა, არ გამოდგება ასეთი ბრენდები და ასეთი პროდუქტები მსგავსი ფავორიტების ვიდეოსთვის. ამიტომ დღევანდელ ვიდეოში ნახავთ ბრენდებს, რომლის ერთი სრული შეფუთვა მაინც მაქვს პროდუქტის დაცლილი და დამომახსოვრდა ამ პროდუქტით ეს ბრენდი და მაქვს გონებაში, რომ აი ამ ბრენდის სახელს რო ხედავ, ეს პროდუქტი მახსენდება. ეს არის კრიტერიუმი, შერჩევის კრიტერიუმი დღევანდელი ვიდეოსთვის. თუ რაღაცა ბრენდი ვერ დაინახეთ დღევანდელ ვიდეოში და ადრე მიხსენებია რომ ძალიან მომწონს, რაც გამახსენეთ სიამოვნებით კომენტარების სექციაში, შეიძლება აღარ აქვთ ეს ბრენდი ამ საიტებს და სიაში თუ ვერ დავინახავ, ხა ცალკე ძებნას არ დავიწყებ. კარგით, ანბანის მიხედვით პირველი გვაქვს APLB. ეს არის კორეული ბრენდი, როგორც იცით და საკმაოდ ბევრი პროდუქტი გავტესტე უკვე ამ ბრენდისგან, განსაკუთრებით დამატენიანებლები და შრატები და უნდა გითხრათ, რომ ფასისთვის ცუდი არ არის, განსაკუთრებით როცა დამატენიანებლებს ეხებათ საქმე, არაჩვეულებრივად ასრულებენ თავის ფუნქციას, არაჩვეულებრივად ატენიანებენ განს და ძალიან კარგი ინგრედიენტების სია აქვთ, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, მგზნობიარე კანზეც როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ყველა კანის ტიპისთვის აქვთ არჩევანი. მოკლედ საკმაოდ კარგი ბიუჯეტური ბრენდია კორეული ბაზრიდან, მაგრამ ამ ბოლო დროს, რაც ამ წუთას გახსნილი მაქვს და ეხლა ჩემს საწოლთან დევს და არ ვიცი, ისეთი დიდი სიამოვნებით ვიყენებ, ისე ძალიან მომეწონა და ისე მწყდება გული, რომ აქამდე არ ვიცნობდი ამ ბრენდის სხეულის მოვლის პროდუქტებს. სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი 300 მლ-იანი შეფუთვებით, ფანფის თავსახურით, ისეთი არაჩვეულებრივი პროდუქტია. ისე ძალიან მომეწონა. ეხლა ეს ბრენდი ჩემთვის ასოცირდება ამ ლოსიონთან. თუ ეძებთ სხეულის დამატენიანებელ ლოსიონს კორეული ბაზრიდან, კორეული ბრენდის, StyleVana-ზე, eStyle-ზე შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ, ან შეიძლება ვინმეს გქონდეს საქართველოში, ჩვენ შოპში არ გვაქვს სამწუხაროდ, ისეთი კარგი დამატენიანებელი ლოსიონია. ისეთი არაჩვეულებრივი ტექსტურა აქვს, ისე კარგად ნაწელდება კანზე. ისეთი ფუმფულა, ისეთი გემრიელია. ნუ ხშირად ცოტა ბრენდების ისე კარგად ტექსტურას როცა ეხება საქმე, ისე ძალიან არ ინდომებენ ხოლმე სხეულის დამატენიანებლებს და ლოსიონებზე, როგორც სახის მოვლის პროდუქტებს. არა. პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი იყო, რაც ამ ბრენდისგან დავტესტე. სხვადასხვა ხაზებიდან აქვთ კიდე ლოსიონები სხეულისთვის და დიდი სიამოვნებით დავტესტავ სხვა პროდუქტებსაც, მაგრამ ეს იყო რაღაცა გამორჩეული. ნამდვილად ძალიან გამიხარდა, რომ ვიპოვე ეს პროდუქტი და დღეიდან ეს ბრენდი ჩემთვის ამ პროდუქტთან ასოცირდება. შემდეგი არის Accessory, ესეც კორეული ბრენდია. ამ ბრენდისგანაც სხვადასხვა პროდუქტები მაქვს გატესტილი, მაგრამ განსაკუთრებით რაც დამომახსოვრდა და სხვათა შორის ცოტა ხნის წინ ჩვენც უქონდა ჩვენს ონლაინ შოპში, უფრო სწორად ცოტა ხნის წინ არა, შარშან ზაფხულის სეზონისთვის
გქონდა წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის აზიური სენტელას გელი გვაქვს, შარშან ზაფხულისთვის ეგ დამატენიანებელი გქონდა დუო კრემი, გელით და კრემით შიგნით. გაყოფილი შვაზე 30-30 მილiliტრიანი, საერთო ჯამში 60 მილiliტრიან დამატენიანებელს იძენ. კრემი არის უფრო მშრალი ადგილებისთვის სახისკანზე, თქვათ თვალების გარშემო გამოსაყენებლად, სადაც უფრო მეტად კრემოვანი პროდუქტი შეიძლება რომ გჭირდებოდეს და უფრო მშრალი კანი გქონდეს და მეორე არის გელი. ძალიან მსუბუქი, ოდნავ სიგრილის ეფექტით, ტეზონაზე გამოსაყენებლად, ცხვირზე, ნიკაპზე, ან თუ უფრო მცხიმიანობა მატულობს მაგალითად ზაფხულის სეზონზე, მაგრამ ზამთარში ოდნავ უფრო მეტად კრემოვანი პროდუქტი გჭირდებათ, მოგეთ ერთმანეთში შეგიძლიათ აურიოთ და თქვენი იდეალური ტექსტურის დამატენიანებელი დაამზადოთ, ან გადაანაწილოთ კრემი სახის უფრო გარე ნაწილზე, აი ზონას, რასაც ეძახიან, სადაც შეიძლება უფრო მეტად კრემოვანი პროდუქტი გჭირდებოდეთ და ტეზონაზე გელ პროდუქტი. ძალიან სასიამოვნო. ჩვენს მომწოდებელს ახარ ქონდა მე სამწუხაროდ ეს დამატენიანებელი, თორე ამ ზაფხულისთვისაც დიდი სიამოვნებით დავამატებდი და მე აზიური სენტელას გელ კრემი ვიპოვე, რომელიც არაჩვეულებრივი ინგრედიენტები ქონდა და მოცულობა ძალიან დიდი და ფასისთვის ძალიან კარგი შენაძენი გამოდიოდა და ამიტომ მე ამაზე შევაჩერე არჩევანი. მე ძალიან დიდი სიამოვნებით დავცალე და ეხლა როცა ამ ბრენდზე ვფიქრობ, აქსესუარზე როცა ვფიქრობ, სულ ეს დუო დამატენიანებელი მახსენდება და ჩემთვის რატომღაც ამ დუო დამატენიანებელთან ასოცირდება ეს ბრენდი ძალიან სასიამოვნო პროდუქტია. თუ კომბო კანი გაქვთ განსაკუთრებით, სიმშრალეც გაწუხებთ, ტეზონაც ხიმიანი გაქვთ, გარდამავალ სეზონზე განსაკუთრებით გიჭირთ დამატენიანებლის არჩევა, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებით, არაჩვეულებრივი დამატენიანებელი გელი და კრემი, ცალ-ცალკე აღებული, ასე ვთქვათ, ორი პროდუქტი. ერთად გაერთიანებული არ შეფუთვაში, ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. შემდეგი ბრენდი არის ოსტერა, რომელიც სხვათა შორის სულ ახლახანს დავცალე მათი ათო ბარიერის 365 კრემი, 30 მილiliტრიანი შეფუთვა, ამისი დიდი შეფუთვებიც აქვთ და ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა. ეს არის არაჩვეულებრივი ბარიერის აღმდგენი დამცავი ოკლუზიური დამატენიანებელი კრემი, მშრალი, ძალიან მშრალი, გამომშრალი, გაღიზიანებული კანისთვის. ცივი სეზონისთვის, გარდამავალი სეზონისთვის, საღამოს რუტინისთვის, რეთინოლზე გამოსაყენებლად, როცა თქვა შევოდნავ სიმშრალე გამოიწვიოს თუ ახლა იწყებთ რეთინოლის გამოყენებას, გაღიზიანებულ კანზე პილინგის შემდეგ, სალონური მომსახურებების შემდეგ, ნებისმიერ დროს როცა კანი არის გამომშრალი და გაღიზიანებული. წარმოიდგინეთ სერავეს დამატენიანებელი კრემი და ზოგადად სერავეს, ასე ვთქვათ, ხარისხი გადატანილი კორეულ ლაბორატორიაში, კორეული სტანდარტებით, კორეულ ხარისხში. ერთი საფეხურით კიდე ზემოთ თქო, ვიტყოდი, არაჩვეულებრივად დამზადებული ბარიერის კრემია, კაფსულირებული, როცა კანზე დაიტან კრემის ნელ-ნელა იშლება ეს კაფსულები, არაჩვეულებრივ გლოუს გაძლევს, არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და ვაზელინის ტექსტურა არ აქვს. მაშინ როცა არაჩვეულებრივ ოკლუზიურობას გაძლევს, ისე რომ კანზე არ გაიწებოს, ბალიშის პირს არ მიეწებოს ღამით, არაჩვეულებრივად ჯდება კანზე, მარტივად შრება, სასიამოვნო გლოუს გაძლევს, დილა-საღამოს რუტინაში შეგიძლია გამოიყენო, არ უნდა შეხედო და მოერიდო, ამასთან შეიძლება, იმასთან შეიძლება, ამას ხომ არ შეიცავს, იმ აქტიურ ინგრედიენტთან შემიძლია გამოიყენო. ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიყენო. შემდეგი არის Beauty of Joseon და აქ ნამდვილად მათი თვალის რეტინალი უნდა ვთქვა. უბრალოდ არ მეპატიება რომ რაღაცა სხვა დავასახელო ამ ბრენდისგან. მიუხედავად იმისა, რომ მათი მზისგან დამცავი წლების წინ გამოვიყენე და ნამდვილად გამაცნო კორეული მზისგან დამცავები და ყველა საყვარელია და არაჩვეულებრივია და დღემდე დიდი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას, როცა კორეულ მზისგან დამცავებს ეხება საქმე. ამდენი თვალის კრემის შეფუთვა აქამდე არ მქონდა დაცრელი, სანამ ამ პროდუქტს არ ვიპოვით. ზოგადად არ მიყვარს თვალის დამატენიანებლებში თანხის ინვესტირება, მიყვარს ის რომ მქონდეს კარგი სახის დამატენიანებელი და თვალების გარშემოც გამოვიყენო. მაგრამ როცა ანტიასაკობრივ თვალის მოვლას ეხება საქმე და თვალის გარშემო გამოსაყენებელ ანტიასაკობრივ კრემს, რეთინალის და ჯინსენის კომბინაცია ამ თვალის კრემში არის არაჩვეულებრივი. თუ ახლა იწყებთ, ასე ვთქვათ, 25 პლუსი, 30 პლუსი თავის მოვლის რუტინაში ანტიასაკობრივი ინგრედიენტების ჩართვას, ახლა ხედავთ, რომ თვალების გარშემო ცოტა სიმშრალეები დამეწყო, ცოტა წრულ ხაზებს ვხედავ. ოკეი, არ ვიყავი ამას მიჩვეული. რითი შეიძლება დავიწყო რა შეიძლება ჩართო თავის მოვლის რუტინაში. არაჩვეულებრივი პროდუქტია. ჩვეულებრივი სახის შრატის ზომის შეფუთვა, 30 მილiliტრიანი შეფუთვა, ფამფის თავსახურით. თვალი პლუს სახე. სახის კანზეც და თვალის გარშემო კანზეც თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. სუბუქი რეთინალის ფორმულაცია, ანუ ნიშნავს იმას, რომ თუ ახლა გადადიხართ რეთინალზე, როგორც იცით, რეთინალი ერთი საფეხურით უფრო ძლიერია ვიდრე რეთინოლი, ორივე მათგანი ავიტამინის ოჯახის წარმომადგენლები არიან, მაგრამ რეთინოლი და შემდეგ რეთინალი გვაქვს და შემდეგ რეთინოლი კი ესმჟავა, ანუ ერთი საფეხურით ახლოს არის იმ აქტიურ ფორმასთან რეთინოლის, რომელიც გვინდა და უფრო ნაკლები დრო აგვიანდება რეთინალს, რომ რეთინოიკის მსჯავის აქტიური ფორმა მიიღოს სახისგანში, რაც ყოველთვის ესე მარტივად არ ხდება და ყველა პროდუქტში სამწუხაროდ არ ხდება. ფორმულაციას და რამდენად სტაბილურია პროდუქტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ძალიან მომწონს ეს პროდუქტი.
არ ვიცი, ბევრი ახალი მაყურებელი ყავს ახლა მარხს, მაგრამ ჩემო ძველმა გამომწერებმა იციან, რომ მაშინ რაც აღმოვაჩინე ეს პროდუქტი, მაშინ რაც ჩვენი შოპი გვაქვს, სულ მაქვს ხოლმე ჩვენთან ასორტიმენტში, ჩემს თავისმოვლის რუტინაში, არ ვიცი, ყოველ თუ არა ყოველ მეორე ფავორიტების ვიდეოში ერთ შეფუთვას მაინც გაჩვენებთ და არასდროს მავიწყდება, არასდროს მეზარება გამოყენება და ძალიან კარგ შედეგს ვხედავ. ჩემი თვალის გარშემო ძალიან კარგად გამოიყურება. ანუ მიმიკურ ნაოჭებს როცა ახლა საქმე ხარ მე თქვენ იცით მე როგორ ვლაპარაკობ ხოლმე. მარტო ეგრე ანუ მარტო კამერასთან არ ვლაპარაკობ. რეალურ ცხოვრებაშიც ეგრე ვლაპარაკობ, ამიტომ ეს ემოციური მეტყველება, რა თქმა უნდა, იმაზეც აისახება, რომ თვალების გარშემო მიმიკური ნაოჭები, რა თქმა უნდა, მექნება, რა გასაკვირია და არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქვს ცხოვრებაში რაღაცა ისეთი, რასაც შემიძლია, რომ ემოციებით ვისაუბრო და ყავს ცხოვრებაში ადამიანები, რომლებთანაც ემოციურად შემიძლია საუბარი და საკუთარი თავის და ემოციების გამხატვა, მაგას რაჯობია, ეგ ძალიან კარგის და დადებითის მაჩვენებელია ზოგადად ჩემი აზრით, მაგრამ როცა იმას ეხება საქმე, რომ აი შევანელოთ შევამსუბუქოთ, დროში გავწელოთ ამ მიმიკური ნაოჭების პერმანენტულ ხაზებში გადასვლის პროცესი, არაჩვეულებრივი საქმე შეასრულა ჩემთვის ამ თვალის კრემმა, ამიტომ აუცილებლად ეს პროდუქტი უნდა მახსენებინა ბიუთი ოფჩესანსკენ. შემდეგი არის კოზარექსი და კოზარექსსაც ბევრი ძალიან კარგი პროდუქტი აქვს, მაგრამ მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა მათი ბრინჯის წყალზე დამზადებული ხამის დამატენიანებელი ნიღაბი. ეს არის ნიღაბი, რომელიც არ უნდა ჩამოიბანო, რეალურად ჩვეულებრივი დამატენიანებელია, რომელსაც საღამოს რუტინაში სახეზე წაისმევ და ასე ვთქვათ, როგორც ხამის ნიღაბი ისე ფუნქციონირებს. ანუ იდეა არის, რომ არის ძალიან კარგი ჰიდრატორი, ძალიან კარგად ატენიანებს კანს, უბრალოდ ვაზელინის ტექსტურა არ აქვს. პეტროლეუმის გელის ტექსტურა არ აქვს. ანუ ის რასაც სლაგინგს ვეძახეთ ჩვენ და თუ გახსოვთ, ერთი ამბავი იყო, სად არის ეგ ტრენდი? რატო აღარ საუბრობს მაგ ტრენდში? ჩვეულებრივი თქვენ ჩვეულებრივი რეგულარული დამატენიანებლის ზემოდანაც შეგიძლიათ გადაატაროთ, ასე ვთქვათ, ორმაგი დატენიანებისთვის. დილის რუტინაში თავისუფლად შეგიძლიათ როგორც თქვენ ჩვეულებრივი დამატენიანებელი გამოიყენოთ. არაფერი არ არის შეგნით ისეთი, რაც ჩვეულებრივ დამატენიანებელში არ შეიძლება რომ იყოს. უბრალოდ კორეაში უყვართ ეს დაყოფა ხამის დამატენიანებელი ნიღბები, ანუ ადგილობრივ ბაზარზე პოპულარულ ბრენდებს, რომლებიც მხოლოდ დასავლური ბაზრისთვის არ ქმნიან პროდუქტებს, ხშირად აქვთ ხოლმე მსგავსი არჩევანი, ანუ ხამის დამატენიანებელი ნიღბების. არაჩვეულებრივი დამატენიანებელია. ნიღაბი დაივიწყეთ, არაჩვეულებრივი დამატენიანებელი. რატომღაც როცა კოზარექს ეხება საქმე, ის ძალიან მომეწონა ეგ დამატენიანებელი ნიღაბი. ეს ავტომატურად პირველი ეგ მახსენდება. შემდეგია ჰარუ ვანდერი და აქაც მათი დამატენიანებელი უნდა ვთქვა. ანუ მათი მზის განდამცავი ძალიან მიყვარს. ჩვენს შოპშიც გვაქვს თითქმის სულ არის ხოლმე ჩვენთან ასორტიმენტში. ორი შეკუთვა გამოცლილი მაქვს, ერთი ახლა გაუხსნელი მიდევს მარაკში, როცა მოვრჩები ახლა რომელიც მაქვს შემდეგი მზის განდამცავი ეგ არის, რომელსაც გავხსნი, ანუ ძალიან კარგი მზის განდამცავია. მაგრამ მათი სენტელას და პეპტიდების კომპლექსის დამატენიანებელი აი ისეთი სასიამოვნო კრემია. ისეთი დიდი სიამოვნებით გამოვიყენე. იმისის რამოდენიმე შეფუთვა მაქვს დაცლილი. თან ძალიან მომწონს, რომ რეფილით მოდის. თქვენს ძალიან მოგეწონათ, ძალიან ბევრი დადებითი ფიდბექი მივიღე თქვენგან ამ დამატენიანებელზე, რომ ეხლა მხოლოდ ამ დამატენიანებლის რეფილზე ხართ გარასული თავიდან, როცა ერთ ძირითად შეფუთვა შეიძინეთ, ის გიდოთ სახლში და ხა როცა გჭირდებათ პირდაპირ რეფილს ყიდულობთ, რომელიც უფრო ბიუჯეტური გამოდის. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ისე მოგეწონათ ეს დამატენიანებელი, როგორც მე. თუმცა გარემოზე ზრუნვას ეხება საქმე. მაგაც რაღაცას ცოტას ჩვენს პაკეტებს. პეპტიდები არის არაჩვეულებრივი კანის დატენიანებისთვის, ბარიერისთვის, დარბილებისთვის, კანის დასამშვიდებლად, ანტიასაკობრივი რუტინისთვის, უფრო ასაკოვანი კანისთვის არაჩვეულებრივი არჩევანია, უფრო ნორმალური მშრალი კანისთვის ძალიან კარგი არჩევანია, გარდამავლის სეზონისთვის, ცივი სეზონისთვის, დილსაღამოს რუტინაში შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, რეთინოლთან, აქტიურ ინგრედიენტებთან კომბინაციაში არაჩვეულებრივი არჩევანია, აზიური სენტელი და პეპტიდები. არაჩვეულებრივი ინგრედიენტების კომბინაცია ძალიან კარგად გაკეთებული. ჩემი აღმოჩენა იყო ნამდვილად ამ ბრენდთან ეს დამატენიანებელი და ამიტომ პირველი ეგ მახსენდება, როცა ჰარუ ვანდერს ეხება საქმე. ჰაიმიშთან მათი all clean balm უნდა ვთქვა, ანუ დემაკიაჟის ბალმი. OG ბალმი არის. ერთ-ერთი პირველი მე მგონი, რა ვიცი, რომელიც დასავლურ ბაზარზე კორეული ბაზრიდან პოპულარული გახდა და გაგვაცნო ზოგადად კორეული დემაკიაჟის ბალმები. სხვადასხვა არომატით აქვთ, მე კლასიკური ვერსია განსაკუთრებით მომწონს. არაჩვეულებრივად ასრულებს თავის მოვალეობას, არაჩვეულებრივად აშორებს მაკიაჟს, წყალგამძლე მაკიაჟსაც. მცირე რაოდენობას ავსებით საკმარისია, იოლი ჩამოსაბანია, ზეთოვან ფენას არ გიტოვებს სახეზე. ნებისმიერ კანის ტიპზე თავისუფლად შეგიძლია რომ გამოიყენო, როგორი ტიპის მაკიაჟის მოყვარულიც არ უნდა იყო. როგორც მე დღეს, ან უბრალოდ ტუში. ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგება და შეასრულებს თავის მოვალეობას. ამ ბრენდთან მათი დემაკიაჟის ბალმი არის ნამდვილად პროდუქტი, რომელიც ამ ბრენდის სახელს რო ხედავ, ეგ პროდუქტი მახსენდება.
შემდეგია isn't-ი. Okay, isn't-ისაც ანუ მათი მზისგან დამცავი. არ ვიცი, იმდენი კარგი მაქვს მაგ მზისგან დამცავზე ნალაპარაკები, რომ აღარ ჭირდება მე მგონი ხა მაგას კიდევ ერთხელ ახსნა, მაგრამ არ ვიცი, რატომღაც ამ ბრენდის სახელს რომ ხედავ, მათი მწვანე ჩაის ხაზი მახსენდება. ისე ძალიან მომეწონა მათი მწვანე ჩაის ტონერი. ისეთი არაჩვეულებრივი ემულსია აქვთ იგივე ხაზიდან. თუ ძლიერად ცხიმიანი განი გაქვთ და ცოტა უფრო ცხელ სეზონზე, აი დამატენიანებელი არ შემიძლია, მაგრამ რაღაცა მჭირდება. სულ დამატენებლის გარეშეც ვერ ვიქნები, მაგრამ აი ყველაფერს რასაც სახეზე ვისმევ, აი თვალებში მეღონითება, ცხიმად ჩამოდის სახიდან, რამოდენიმე საათის შემდეგ არაფერი აღარ მაქვს სახეზე, ძალიან მეწებება განი. ისეთი კარგი ემულსია. ალოეს ემულსიაც აქვთ, მაგრამ მწვანე ჩაის ემულსიაც არაჩვეულებრივი. მოკე, მაგათი მწვანე ჩაის ხაზი. ჯერ ერთი მწვანე ჩაი არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია. მცენარეული ანტიოქსიდანტი. ახლა რო გიждდებიან ხოლმე რაღაცა მცენარეულ ანტიოქსიდანტებს, რომ C-ვი და ასკორბინის მსჯავრს რო ადარებენ, მას რაღაცას არ ვაყენებ, მაგრამ თავისთვის, როგორც მცენარეული ანტიოქსიდანტი არაჩვეულებრივია განსაკუთრებით პრობლემური განისთვის და განსაკუთრებით გომბოცხემიანი განისთვის. ამიტომ რატომღაც ეს მათი მწვანე ჩაის ხაზი მაქვს ძალიან ჩარჩენილი გონებაში, ცოტა შორის განაახლა ისინი ზოგადად მისი პროდუქტები, ცოტა გააძვირა კიდეც უნდა გითხრათ 1-3-4 წლის წინ ასეთი ძვირი არ იყო მათი პროდუქტები, ახლა სადღაც 15-20%-ით უფრო ძვირი ღირს მათი პროდუქტები სამწუხაროდ, ისეთი ბიუჯეტური აღარ არის როგორიც იყო, მაგრამ თუ აარჩევთ რაღაცას რომელიმე ხაზიდან პროდუქტებს, აი რა შეიძლება პირველი დავტესტო, რომ ეს ბრენდი უკეთესად გავიცნო, მათი მწვანე ჩაის ხაზიდან პროდუქტები არაჩვეულებრივი. K-Secret-ი, okay. K-Secret-იდან რა თქმა უნდა მათი რეტინალის, ლიპოსომური რეტინალის პროდუქტები უნდა დავასახელო და ხაკ მიდევს დავუყურებ თვალის რეტინალი, 4% ლიპოსომური თვალის რეტინალი. ბევრი პროდუქტი გავტესტე ამ ბოლო პერიოდში ამ ბრენდისგან, ფავორიტების ვიდეოშიც ბოლო ორი ფავორიტების ვიდეოს რაღაცა მაინც მქონდა რაღაცა პროდუქტი ამ ბრენდისგან, დემაკიაჟის ზეთი, დამატენიანებელი, ესენცია, სახის რეტინალი, თვალის რეტინალი ნამდვილად საუკეთესო პროდუქტი იყო. ნამდვილად საუკეთესო პროდუქტი. ჩემი შეფუთვა თითქმის მთავრდება, სადღაც ალბათ მესამედი არის მაინც კიდე შიგნით დარჩენილი. თუ მექნება ოდესმე ის მომენტი, რომ Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალი, როგორც skincare reviewer-მა, აი რაღაცა სხვაც რო გამოვიყენო, რაღაცა ჩავანაცვლო, რაღაცა ახალი დავტესტო. ოღონდ ისე რომ თქვა იმ პროდუქტის ეფექტი არ დაიკარგოს და წყალში არ ჩაიყაროს ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში, რისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში ვიყენებდი ამ პროდუქტს. ნამდვილად არის ესეთი თვალის კრემი რეტინალის შემცველობით, რომელსაც ვინდობ. თან უფრო ძლიერიც რეალურად, ანუ Beauty of Joseon-ი იქაც 2% ლიპოსომური რეტინალი გვაქვს, ანუ ლიპოსომა არის გარსი, მიწოდების სისტემა და შიგნით არის რეტინალი, როგორც აქტიური ინგრედიენტი მოთავსებული და კანთან კონტაქტის შემდეგ იშლება ეს მოლეკულა და ნელ-ნელა იშლება კანზე რეტინალი, რომ გაღიზიანება ავიცილოთ თავიდან, თან სტაბილური რჩება ფორმულაცია, რაც როგორც თქვი, ასეთი აქტიური ინგრედიენტების რო ძალიან მნიშვნელოვანი. იქ გვაქვს 2% ლიპოსომური რეტინალი, რაც იმას ნიშნავს, რომ 0.02% რეტინალი გვაქვს, ანუ აქტიური სუფთა ფორმა უშუალოდ რეტინალის და ამ პროდუქტში 4% ლიპოსომური რეტინალი, რაც იმას ნიშნავს, რომ 0.04% სუფთა რეტინალი გამოდის საერთო ჯამში. ანუ ეს ოდნავ უფრო ძლიერია. ანუ Beauty of Joseon-ის შემდეგ თუ რაღაცა უფრო ძლიერზე თქვა და საკისმატებასთან ერთად რაღაცა უფრო ძლიერზე გადავალ, ნამდვილად ეს პროდუქტი იქნება. რა თქმა უნდა ვეძებ, ყოველთვის ვუყურებ რაღაცა სიახლეებს, ყოველთვის ვაკვირდები რა შეიძლება რომ თქვა ჩავანაცვლო, რა შეიძლება რომ დავტესტო, რაზე შეიძლება რომ ვისაუბრო, რა შეიძლება რომ გირჩიოთ სხვადასხვა ბიუჯეტისთვის, სხვადასხვა კანის ტიპისთვის, სხვადასხვა საკისთვის, რა თქმა უნდა. ამ წუთას მოცემულ მომენტში 2025 წლის ზაფხულისთვის ნამდვილად არის ეს პროდუქტი, რომელსაც შემიძლია თქვა, რომ აი თუ არა Beauty of Joseon-ი, თუ მოგბეზრდათ რაღაც ახალს ეძებთ, რაღაცა უფრო ძლიერს ეძებთ, რაღაცა სხვაზე გინდათ გადასვლა, ნამდვილად პირველი არჩევანი იქნება ამ წუთას ჩემთვის. შემდეგი არის Missha და ეს ბევრჯერ მithქვავს და ეხა ახალს არაფერს არ ვიტყვი. Missha-ს სხვათა შორის მზისგან დამცავი ძალიან მომეწონა, მათი აქვა SPF 50+ ძალიან განახლებული ვერსია ოღონდ. მე მგონი აღარ უნდა ვთქვა ხო ეგ განახლებული ვერსია, იმიტომ რომ ეგ იმდენი ხნის წინ იყო, რომ ახლა მგონი ახლა სადმე კიდე ძველი ვერსია არსებობდეს. თუ არსებობს არ შეიძინოთ ეგ აწიახლო, რა ვიცი. ანუ გაუხსნელი 2-3 წელი დაახლოებით თავზე შეიძლება იდოს პროდუქტი, მაგრამ რა ვიცი, კი იქნება ნელ-ნელა ეგ დროს. არ ვიცი ახლა თუ ვიყიდდი უკვე ძველი ხაზიდან რაღაცებს. მოკეთ, მზისგან დამცავი ძალიან მომეწონა, ბიუჯეტური, კარგი ფილტრებით, ხრება კანზე, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი, თხელი ტექსტურით, მაგრამ Missha-ს Artemisia-ს ხაზი რომ მომწონს და მიყვარს. ისე კარგად გაკეთებული ხაზია. სხვათა შორის სულ ახლა ხაზი მქონდა ვიდეო, სადაც Missha-ს შრატერის დამპულების შესახებ ვისაუბრეთ და ჯუნგლებია მოკლედ რა, იქ გზა უნდა გაიკაფო ნამდვილად, როცა მაგათთან შრატის და ტონერის და ესენციის და ამპულის შეძენა გინდა. იმდენი სხვადასხვა პროდუქტი აქვს. კორეული ბაზრისთვის, ევროპული ბაზრისთვის, ამერიკული ბაზრისთვის, ამ შეფუთვით, იმ შეფუთვით, ეს განაახლეს, ეს შეცვალეს. ვაიმე,
აი თქვი კიდეც იმ ვიდეოში ცოტა მაკლდა რომ ეს შპალერი ჩამომეხია კედლიდან. მაგრამ ეს არტემისიას ხაზი, ძველი, ახალი, ტონერი, ესენსია, ამპულა არ აქვს მნიშვნელობა. ისეთი კარგი ხაზია. სხვათა შორის თქვენ გამაცანით არტემისიას ეს ხაზი, ადრე გქონდა თქვენ ფავორიტები, ესეთი რეიტინგი, თქვენ წერით თქვენ ფავორიტ პროდუქტების შესახებ და მე ბოლოში პირველ ადგილზე გასული პროდუქტები ყველა კატეგორიიდან შევიძინე და შევადგინე რუტინა და ამპულა იყო მის შეს არტემისიას ხაზიდან მათი ამპულა. ისეთი ძალიან კარგი პროდუქტია. მე ხშირად მაქვს ხოლმე ნიკაპზე გამონაყარი, ჰორმონალური გამონაყარი. ისე ძალიან მოეხმარა ეს ლაქები, სიშავეები, სიცითლეები რო რჩება ხოლმე, აი ახალ გადასული გამონაყარის შემდეგ. ისე ძალიან დაეხმარა ამ გამონაყარის ალაგებას, ლაქების და სიცითლეების ალაგებას, კანის ტონს და ფერს ისე ძალიან მოუხდა. ისეთი არაჩვეულებრივი ჰიდრაცია აქვს, ისეთ არაჩვეულებრივ გლოუს გაძლევთ. აი მის შაზე რო ვფიქრობ, პირველი არტემისიას ხაზი მახსენდება. აი მე რამეს ლაპარაკობ თითო პროდუქცია არ და კიდე რამდენი მაქვს. ფავორიტი პროდუქტებიო და აბა როგორ ვილაპარაკო ცოტა ფავორიტ პროდუქტებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის რომლებიც ახლა 1-2 წელია მაინც უყურებენ ამას, კიდე ამ პროდუქტის შესახებ ლაპარაკობს ბოდიში რა ვქნა, ვიდეოს იდი არის ეგეთი. პურიტო, განახლებული პურიტო სოული, ასე ვთქვათ. განსაკუთრებით რა დამამახსოვრდა ეხა მახლი პურიტო სოულისგან, მათი მზისგან დამცავი, ამ წუთას მათი აუცდო მზისგან დამცავი მაქვს გახსნილი და ეს ჩვენს გვაქვს სხვათა შორის ეხა შემოთავაზებაში ზაფხულის სეზონისთვის, არაჩვეულებრივია ეხა ამ სეზონისთვის და ზოგადად ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც აი მთელი დღე გარეთ არიან, ფიზიკურად აქტიურები არიან, ხშირად მზეზე არიან, იუფლებიან, მაღალი ცხიმიანობა აქვს და რაღაცა უფრო ისეთი სჭირდებათ, რა აი უფრო რჯდება და ჩერდება კანზე. არაჩვეულებრივი არჩევანია ეს მოყვითალო, თეთრი მოყვითალო შეფუთო და ორიგინალში იგულისხმება რეგულარული წალგამზე, რომელიც არ არის. ისიც აზიურის მეტალას ხაზიდან არის. ისიც SP50+-ია, P4+-ით, კარგად დატესტილი მზისგან დამცავია სხვათა შორის 60 მილiliტრიანი შეფუთვით. აი ნებისმიერი კანისტებისთვის რო შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია ესეთი. არ აქვს მნიშვნელობა როგორი კანისტები გაქვთ. ისეთი არაჩვეულებრივი ტექსტურა აქვს, რომ შენ თვითონ არ რეგულირებ. გინდა ქვეშ დამატენებლის გამოყენება, გამოტოვებ დილის რუტინაში დამატენებელს და პირდაპირ მზისგან დამცავზე გადახვალ. შენ თვითონ არ რეგულირებ მაგ ამბავს, თვითონ ტექსტურა, ინგრედიენტები, ფილტრები, მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრები ძალიან კარგად გაკეთებული მზისგან დამცავია. ძალიან მომეწონა, ყოჩახ ნამდვილად პურიტო შეცდომებს აღარ იმეორებს. პურიტო შეცდომებს აღარ იმეორებს და მაგ მზისგან დამცავზე ეგ ჩანს ნამდვილად. შემდეგი არის ფიუნკანგიული. ოკეი. ფიუნკანგიულის ბარიერის კრემი რომ მიყვარს ძალიან და მათი დემაკიაჟის ბალმი რომ მიყვარს ძალიან და ორივე რო ამ ბრენდთან ასოცირდება ჩემთვის. შეიძლება რომ წესი დავარღვიო. არა. ოკეი, არა. დემაკიაჟის ბალმი. ფიუნკანგიულის დემაკიაჟის ბალმი ისე ძალიან მიყვარს ეგ ბალმი. რამდენი ხანი აღარ მქონია? წელს არ შემიძენია მე მგონი. აგვისტოა უკვე და ფიუნკანგიულის ბალმი არ მქონია წელს. What's going on? ბევრი ახალი საინტერესო პროდუქტი გავტესტე წელს, ამიტომ არის გასაკვირი. ხან ახლა პაუზა უნდა გავაკეთო ხოლმე ძველი პროდუქტებიდან და ერთ და იგივე პროდუქტს რო ყიდულობ მუდმივად, მაგრამ ეგ ნიშნავს უკვე ბევრს, რომ ესე დიდი სიყვარულით ვიხსენებ ამ პროდუქტს და მე თვითონაც მიკვირს, რომ ამ წელს არ მქონია. არაჩვეულებრივი ბალმია. არაჩვეულებრივად ნაწილდება და იშლება კანზე, ემულგაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, მარტივად ჩამოიბანება სახიდან, ზეთოვან წებოვან ეფექტს არ გიტოვებ, წყალგამზე მაკიაჟსაც არაჩვეულებრივად ერევა 100 მილiliტრიანი შეფუთვა. მეყვარს, ძალიან მეყვარს ეგ ბალმი. მოკეთ, ფიუნკანგიულთან ეგ ბალმი უნდა თქვა. როვექტინი, გამწმენდი, როვექტინის აქვა ხაზიდან მათი გამწმენდი, ესეც განაახლეს, როვექტინს ბევრი პროდუქტი განაახლა. ზოგადად არაჩვეულებრივი იყო და ახალი არაჩვეულებრივია, არაჩვეულებრივი გამწმენდია, მათი ზოგადად ჰიალურონის ხაზიდან ზოგადად ბევრი კარგი პროდუქტი აქვს, იცით რომ მათი ესენსია ასევე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, ნამდვილად ეხა თუ ჰიალურონის მჟავით რაღაცა შევიძენ და ცალკე ესე ჰიალურონის მჟავაღებული მექნება არაჩვეულებრივი არჩევანია ნამდვილად, მაგრამ მათი გამწმენდი ფამფის თავსახურით, სადღაც 170 თუ 175 მილiliტრიანი შეფუთვით არაჩვეულებრივი. ძალიან კარგად ასუფთავებს კანს. ესეთი დღეებისთვის არაჩვეულებრივია თუ მაკიაჟი არ გაქვს სახეზე და მხოლოდ მზისგან დამცავი და თქვა ორმაგი წმენდა არ გინდა, მაგრამ რაღაც ესეთი საშუალო სიძლიერეს გაწმენდა მაინც გინდა, რომ თუნდაც მზისგან დამცავი და დღეურ დაბინძურება თავისუფლად ჩამოგაშორო სახიდან და ფორები გაისუფთავო, კანს არ გამოაშრობს, ძალიან მარტივად ჩამოიბენება, კარგად გაფდება, მცირე რაოდენობით სავსებით საკმარისია, ფამფის თავსახურით. კაცი. ანუ როვექტინზე როცა ფიქრობ ახლა ხო აი წევარ და როვექტინზე ვფიქრობ. ანუ როვექტინის როგორც ბრენდის სახელს რო ხედავ, ეგ აქვა გამწმენდი, მსუბუქი გამწმენდი, ნამდვილად პირველი პროდუქტი, რომელიც მახსენდება. Skin 104. ოკეი.
ეხა ამ ხაზიდან მადაგასკარის სენდელას ამპულა რო არ თქვა, ეგ არის ეგ ბრენდი თავიდან ბოლომდე. მადაგასკარის სენდელა არის ეგ ბრენდი თავიდან ბოლომდე, ანუ სხვა რა ვთქვა ეხა მაშინ. ანუ მადაგასკარის სენდელას ბაზისზე დამზადებული პროდუქტები ყველა ძალიან კარგი აქვთ. დამატენიანებელი ძალიან კარგი აქვს. გამწმენდი აქვს შეხოთაშორის ძალიან კარგი. ძალიან სასიამოვნო და ცოტა უცნაურ ტექსტურის გამწმენდი აქვს, რაღაც ესეთი ბზინვარე ეფექტით გადმოდის შებუთვიდან ძალიან კარგად ქაფთება. ძალიან კარგად ქაფთება. საშუალო ოდნავ მოძლიერო გამწმენდი არის. ცხელ სეზონზე არაჩვეულებრივი არჩევანია ნამდვილად მიყვარს ძალიან ეგ გამწმენდიც, მაგრამ მათი მადაგასკარის სენდელას ამპულა უნდა ვთქვა. იმიტომ რომ ეგაა მთელი ბრენდი. 100% მადაგასკარის სენდელა ექსტრაქტი პირდაპირ თუ ეძებ რაღაცას სენდელას შემცველობით, მაშინ ეგ ბრენდი არის შენი თუ გო, იმიტომ რომ ეგაა მთელი ბრენდი. თუ გაინტერესებს ზოგადად უფრო ახლოს ეგ ბრენდი, ცოტა ხნის წინ მქონდა დეტალური განხილვის ვიდეო, იმიტომ რომ აღერსმა შემოიტანა საქართველოში, ქართულ ბაზარზე შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, ამიტომ თქვენი თხოვნით მქონდა განხილვის ვიდეო და ვიდეოს ბოლოს პლეილისტს შევარჩევ იმ პლეილისტს, სადაც ზოგადად ბრენდების განხილვის ვიდეოები დაგვხვდებათ და მათ შორის ამ ბრენდისაც. Thank you Pharma. ამ ბრენდზე მახსენდება მათი დუოკრემი. ბრინჯის გელი და კრემი. 80 მლ-იანი შეფუთვა არის. ეს იყო ჩემი პირველი ესეთი დუოკრემი. ანუ დაახლოებით იგივე იდეა, რაც Accessories gel კრემი, დუოკრემი, ოღონდ ესე ძალიან გაყოფილი არ არის. ანუ გარშემო აქვს კრემი და შიგნით არის გელი. ანუ გელი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე მაინც მშრალი კანის მქონე გოგო. კრემი იყო, აი შევქეს ძალიან კარგი, ძალიან კარგად გაკეთებული კრემია. ზოგადად მაინც ბიუჯეტური ბრენდი არ არის და ყველა პროდუქტზე მარკეტინგი აქვს ცოტა რაღაცა ისე რომ გადაწნადით არ გინდათ ახლა მაგდენ ძალიან ინდომებთ, მაგრამ ეს დამატენიანებელი თუ კი რამე შემიძლია გირჩიოთ ამ ბრენდისგან, ვიცი რომ მათი ბრინჯის ტონერი ამ ბრენდის ბრინჯის ტონერი თავის დროზე, მაშინ მეფის რუსეთის დროს ლანერჟის რძის ტონერის დუპი კონკურენტი, ანუ რძის ტონერების ვარსკვლავი. მაშინ ჩემს ახალგაზრდა რატოაც დაწყდათ მე ეგ ბრინჯის ტონერი? რა საინტერესო როგორ უცებ იცვლება ხოლმე რაღაცა ერთ დღეს რო ძალიან ტრენდულია, მეორე დღეს ვარავის აღარ ახსოვს. Thank you Pharma's ბრინჯის ტონერი იყო ბუმი. ყველა ინფლუენსერს ეგ ტონერი ქონდა და ყველას ქონდა ერთი ვიდეო ჩაწერილი ლანერს და ამ ტონერს რო ადარებდნენ ერთმანეთს. ეხლა რაღაც მახსოვს მოვს ვინ საუბრად სათნახე რომ ვიღაცამ ამ ბრინჯის ტონერის შესახებ საუბრა, მაგრამ ეს დუო კრემი აი დაებრივი ტექსტურის დამატენიანებელია. თიამი, თიამისგან მათი ლოკოკინას მოცენის და აზოლინის ხამის ნიღაბ დამატენიანებელი უნდა ვთქვა ნამდვილად. ესეც იგივე თემა არის, რაც კოზარექსის ბრინჯის ხამის ნიღაბ დამატენიანებელი. როგორც გითხარით უყვართ გავრევ ბრენდებს ეგეთი რაღაცები. ჩვეულებრივი ლოკოკინას მოცენის დამატენიანებელია აზოლინთან ერთად, რომელიც ძალიან კარგია კანის ტონისთვის. ამ დამატენიანებლის 100 მლ-იანი შეფუთვა არის. ორი შეფუთვა ხო მინიმუმ აქვს დაცლილი, კი, თავისუფლად. ლოკა. ორი შეფუთვა მინიმუმ აქვს დაცლილი, ჩვენს გონას ფოტოშოპის ჩვენს ონლაინ შოპში მე ჩვენს მომწოდებელს აღარ ქონდა და ამ ბოლო პერიოდში აღარ შემოგვეთავს, თორე თქვენ ძალიან მოგეწონათ და თურმე მომწერეთ რომ ეს როდის უნდა გამოვცალო. საკმაოდ ბევრია შიგნით და საკმაოდ ცოტა გჭირდება და საერთოდ არ ღირს ძვირი 100 მლ-იანი მოცულობისთვის. საერთოდ არ ღირს ძვირი, თიამ ზოგადადაც არ არის ძვირი ბრენდი, მათი ნიაცინამიდი და არბუტინი გიყვართ კიდე ძალიან, სულ გაქვს ხოლმე ასორტიმენტში, სულ კითხულობთ და სულ ყიდულობთ და ბევრისთვის შეუცვლელი პროდუქტია. ნიაცინამიდს როცა ეხება საქმეთან 2% არბუტინი, ანუ როცა ლაქებზე ეხება საქმე, არაჩვეულებრივი კომბინაცია. ეხა ბოლოს კიდე რაც დავამატე და სხვათა შორის კარგი ფიდბექი მივიღეთ თქვენგან არის მათი ჰიალურონის მსჯავის შრატი. აი ესეთი ოდნავ უფრო ბლანტი შრატი არის. ესაც ოდნავ უფრო ესეთი აი ცოტა მეტი ტექსტურა რო აქვს შრატს, ვისაც ეგ გიყვართ. ნორმალური მშრალისკენ მიდრეკილი კანი, ვისაც გაქვთ მიხვდებით, რასაც გულისხმობ. აი ამპულა შრატია დაახლოებით, კარგად გაჟღენთილი, სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მსჯავად შეგნით. ეგეც გვაქვს ამ წუთას, მაგრამ მე როცა ამ ბრენდზე ვფიქრობ, მაშინ ეს აზოლინის და ლოკოკინას მოცენის დამატენიანებელი მახსენდება პირველი ნამდვილად. ვეგრინი, ვეგრინის C-ვიტამინი. მართლა რო გითხარით ახლა რაღაცა სხვა მაქვს მაგრამ ეს გადასტილი. არ მინდა ხა მოგეტყვილოთ, არც კის ვიტყვი და არც არას. არ მახსოვს. მაგრამ C-ვიტამინი ნამდვილად არაჩვეულებრივი C-ვიტამინია, ძალიან კარგი შეფუთვით, პროცენტული მაჩვენებელი, ანუ სუფთა ასკორბილის მსჯავა არის 14% შიგნით და 6% ეთილასკორბილი არის კიდე დამატებული. ძალიან კარგი სტაბილური ფორმულაცია, შეფუთვა არაჩვეულებრივი თავსახურით თქვენ ხსნით სახლში და ამაგრებთ ამ თავსახურს. C-ვიტამინი კარგი ასკორბილის მსჯავა იაფი არ არის, მაგრამ
ამ ბრენდთან ნორმალური ფასი აქვს. ანუ მე ხო ვუკვეთავ ხა ჩვენი შოპისთვის ამ ბრენდთან რო გადაიხდი კარგცევი და მში ეგეთი ფასი აქვს. ნამდვილად და ვეგრინთან ნამდვილად მათი ინტენსიური C-ვიტამინის 20%-იანი C-ვიტამინის ამპულა არის ნამდვილად ის პროდუქტი ხა ამ ბრენდის სახელს რო ხედავ პირველი ნამდვილად იქ მახსენდება. ვიტი, ოკეი, ვიტიზე ნამდვილად სპეკულები. რიდლ შოტი. ნამდვილად. ეხა უკვე იმდენი რაღაცა სხვა ვერსიები დაამატეს. ნუ ორიგინალი ვერსია ნამდვილად, მაგრამ ეს მათი აზიური სენტელას ხაზიდან ერთჯერადი გამოყენების ეს 10-იანი შეფუთვები ეგენი ძალიან მომეწონენ. სხვადასხვა თქვენს მომწერეთ რამოდენიმე რომ აი ეს მომეწონა ესენი რომ აი ძირითად შეფუთვასაც შევიძენ ჩვენ აღარ გვაქვს სამწუხაროდ ორიგინალი შეფუთვა, მაგრამ გადაგაწყვეტინათ ამ სენტელას ხაზიდან რიდლ შოტმა რომ სრული შეფუთვა შეიძინოთ და იმაში გააკეთოთ ხაზი ინვესტირება. ეგ უკვე ბევრს ნიშნავს. ამ წუთას რო შევიძინო რიდლ შოტი სენტელას ხაზიდან შევიძენ. ანუ ორიგინალი შეფუთვა დავცალე, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი შედეგი მომცა, მაგრამ ეხლა რო ვიცი რომ ისიც არსებობს. ხო. სენტელას რიდლ შოტს უფრო შევიძენი ამ წუთას. ჩემს ონლაინ აპჩეკს გადავხედავ აქ რაც ვყიდულობ ხოლმე აბარა ბრენდებს ამომიგდებს ძველ შენაძენებს. ოკეი, პირველი სერავე. ოკეი, სერავეს მათი ორიგინალი კერამიდების კრემი, მაგრამ იცი რა, მათ ღამის ანტიასაკობრივ კრემს უფრო გავუწევდი რეკომენდაციას. კი, მე ჩემთვის რა თქმა უნდა მათი ბალმი, კერამიდების ბალმი მახსენებს ამ ბრენდს და ასოცირდება ამ ბრენდთან, ამ კრემმა გახადა ეს ბრენდი პოპულარული და კი ბატონო ვიცით ეგ ისტორია ყველა. მაგრამ ეხლა თუ ვინმე მკითხავს, სერავესთან დამატენიანებელი მირჩიეო, მათი anti-aging დამატენიანებელი უფრო გამახსენდება. უფრო მშრალი ასაკოვანი კანისთვის და კომბოცხიმიანი კანისთვის ღამის დამატენიანებელი ნიაცინებდით. სებამედი, აქაც დამატენიანებელი, მათი 5% ურიას დამატენიანებელი. საკმაოდ ბაზისური, მაგრამ კარგი დამატენიანებელი. ეხლა 4 და 5 ევრო რო აწერია დამატენიანებელს. 5% ურია, არის ვერსიები პარფიუმის გარშე, თუ ეს კონტექსტ მნიშვნელოვანია, თუ არა ის პარფიუმიც ეხლა აქ რაც უდევთ პარფიუმით არის DM-ში. არ არის რაღაც ესეთი პარფიუმი რომ ვაუ ვერ გამოიყენებ თუ ალერგიული არ ხარ. თავის მოვალეობა ფუნქციას როგორც დამატენიანებელი არაჩვეულებრივად შეასრულებს. ვერ გეტყვით ხარ ვაიმე პეპტიდები და კოლაგენი და ლიპოსომები და არა. ფასისთვის ძალიან კარგი ხარისხის, ბაზისური, მარტივი დამატენიანებელია და რეალურად ხშირად მეტი არც არის საჭირო. ვიშთან რას ვყიდულობდი? მათი C ვიტამინის ამპულებს ვყიდულობდი, რომელიც აღარ არის. მაშინ არ ვიცი, ვიშის სხვა რა გირჩიოთ. მაგათთან ვყიდულობდი მათ C ვიტამინის ამპულებს. არ ვიცი, მეტი არაფერი არ მაქვს ვიშისთან, რასაც ვიტყვი რომ ვაუ, ამ პროდუქტზე რო ფიქრობ, ეს არის რაც ამ ბრენდს მახსენებს. არა, მეტი არაფერი. ავენესთან იყო ნუ მათი რეთინალი. Night peeling-ი რაც იყო რეთინალი, 0.1%-იანი რეთინალი. რომელიც მაინც არის ჯერჯერობით ქართულ აფთიაქებში, რაც საინტერესო ნეტას რომელ ქვეყანაში წარმოებულია, ჯერ კიდე შემორჩენილი ქართულ აფთიაქებში, იმიტომ რომ რამდენიმე მომწერეთ რომ კიდე ყიდულობთ. მაინც არ ავაწყობდი ახლა დიდი იმედებს მაგ პროდუქტზე. ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ არიცით როდის აღარ იქნება უკვე პარაკში. აქ აღარ არის უკვე. აქ ევროპულ ბაზარზე აღარ არის. იმიტომ მიკვირს ძალიან საქართველოში საიდან შემოდის, მაგრამ ოკეი. მაშინ მათი tolerance ხაზი უნდა ვთქვა. tolerance ხაზი, tolerance control კრემი, ფამის დასახურით, ძალიან კარგი კრემია. ძალიან კარგი კრემია მშრალი კანისთვის, მგრძნობიარე კანისთვის, ეგზემაზე, როზაციაზე, ცივი სეზონისთვის. კარგად გაკეთებული დამატენიანებელი, კარგი ტექსტურით, კარგი ფორმულაციით, ბევრს რო შეუძლია გამოიყენოს და ინდოს. და მთელი ხაზი ზოგადად ძალიან კარგია და მათ შორის დამატენიანებელი ჩემთვის ნამდვილად პირველ ადგილზეა. სიტაფილთან მათი, სიწითლეების საწინააღმდეგო ხაზიდან ღამის დამატენიანებელი. ოღონდ სიწითლეები არ არის აუცილებელი რომ ეს დამატენიანებელი შეიძინოთ და არც დილის რუტინაში გამოყენება არ არის არანაირი პრობლემა. სერავის არ იყოს და ამათაც უყვართ ეს რაღაცა ძალიან სპეციფიური წარწერების გაკეთება შეფუთვებზე, რაც არანაირად საჭირო არ არის. საერთოდ არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც სიზეთლე კონდეს რომ გამოიყენო, ისევ ჩვეულებრივად ყველასთვის ძალიან კარგი დამატენიანებელია და არაფერი არ არის შიგნით ისეთი, რის გამოც მხოლოდ ღამის რუტინაში უნდა გამოიყენო. დილას საღამოს რუტინაში გამოსაყენებელი, ძალიან კარგი დამატენიანებელი. ნოიტროგენა. ოკეი, ნოიტროგენას ჰიდრობუსტ ხაზიდან მათი ჰიალურონის მჟავის დამატენიანებელი უნდა ვთქვა. თავის დროზე ნამდვილად მაგ პროდუქტმა მიიქცია ჩემი ყურადღება და იყო პირველი პროდუქტი, რომელიც მაგ ბრენდისგან შევიძინე. გამწვენიც არ არის სხვათა შორის ცუდი. მაგრამ არა გამწვენდები სხვა, კორეული გამწვენდები, გელ კაპ გამწვენდები კორეული ბაზარიდან ბევრად უფრო უკეთესი არჩევანი მაქვს მას მე გამოყენებული, ამიტომ დამატენიანებელი. ჰიალურონის მჟავის გელ კრემი. აქვთ პარფიუმით ვერსია, აქვთ პარფიუმის გარშე ვერსია, რატო არ ვიცი, ფული აქვთ და არიცი ანაში დახარჯო. თუ ეგ თქვენთვის მნიშვნელოვანია, მიაქცია ყურადღება რომ პარფიუმის გარშე ეწეროს, მაგრამ ისე ნამდვილად ეს გელკრემი. ლაროშესთან ვიტყოდი მზის განამცავებს. მათი ანთელიოს ხაზიდან მზის განამცავ. მე მათი კრემი
მომეწონა ცივი სეზონისთვის, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო. ძალიან კარგი ფილტრები აქვთ და ფართო არჩევანი. სხვადასხვა კანის ტიპისთვის, ტექსტურიდან გამომდინარე, უფრო თხელი, უფრო კრემოვანი, ლოსიონი ეს შეფერილი ფერის გარეშე ბევრი ვერსია აქვთ. კარგი ფილტრებით, L'Oreal გრუპის ექსკლუზიური ფილტრებით, ცხეულისთვის, სახისთვის, დიდისთვის, პატარასთვის, მთელი ოჯახისთვის, ევროპული ბაზრიდან, სააფთიაქო ქსელიდან, თუ ბიუჯეტში ჩაჯდება, რომ მუდმივად შეიძლება რომ კონდეს და ვიყიდო. და ვიღაცა მეტყვის რომ თქვა, აი, არ აქვს მნიშვნელობა თქვა 25 евро მზისგან დამცავი თუ 15. თავარია მინდა და მქონდეს რომ იყოს მზისგან დამცავი, რომელიც შემიძლია აფთიაქში გადავებინო და შევიძინო და ონლაინ უნდა შევუკვეთო. La Roche-ს ნამდვილად როგორც პირველ ბრენდს გავუწევდი რეკომენდაციას მაგ შემთხვევაში. Garnier. Garnier-ის მზისგან დამცავებიც მიყვარს. Garnier-ის L'Oreal-ს ეკუთვნის და მაგათაც ბევრი კარგი ფილტრი აქვს და ბევრი კარგი ტექსტურა, სახე, სხეული, ბავშვებისთვის, წყალგამძლე ვერსიები, ანუ Garnier-ი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მანდ როცა მზისგან დამცავებს ეხება საქმე ნამდვილად, მაგრამ მათი მიცერალური წყალი რო ძალიან მიყვარს. ბოლო პერიოდში ახლა Garnier-ის მზისგან დამცავი არ შემიძენია ნამდვილად, მაგრამ რაც აი ეხაც გახსნილი მიდავს და თითქმის სულ მაქვს ხოლმე სახლში არის მათი მიცერალური წყალი. ვარდისფერი შეფუთვა, პარფიუმის გარეშე მგრძნობიარე თვალისთვის და ჩემს თვალს ნამდვილად გჭირდება დღეს რაღაცა მგრძნობიარე გამწვენი, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაც ისეთ საშინელი სისხლით ჩაქცევა მაქვს. და ნელ-ნელა მოიწევს თვალის კაკლისკენ, რომ იქნება ცოტა ხანში ვერ დავინახო. ეხლა საბაკალავროს გამო სახლშიც მუდმივად ლეპტოპს ვარ მიჩერებული, YouTube-ის გამოც ლეპტოპს ვარ მიჩერებული, სამსახურშიც ლეპტოპს ვარ მიჩერებული. მე მგონი არ ვიცი სხვა რაღაც ესეთი ტრამვა არ მიმიღია და ზოგადად ვიცი რომ ესეთი კაპილარი წყდება ნერვიულობაზე, სტრესზე, რაღაცებზე და როგორც წესი ერთ კვირაში თავის გადადის, მაგრამ დაველოდები კიდე ცოტა ხანი თუ არა და კოლონში არის ჩემი თვალის ექიმი ძალიან მეზარება. Garnier-ი იყო ამ შემთხვევაში ბოლო და მათი მიცერალური წყალი. ვაუ, საკმაოდ ბევრი ბრენდის შესახებ და საკმაოდ ბევრი პროდუქტის შესახებ ვისაუბრეთ. მე ჩემს გონებაში ისე დავგეგმე რომ უცებ უნდა დამთავრებინა ამ ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ მე მგონი არა. სანამ თვალის გახელა კიდე შემიძლია, მეორე ვიდეოს ჩაწერა უნდა დავიწყო. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. სიამოვნებით გელოდებით კომენტარების სექციაში გამიზიარეთ თქვენი ფავორიტი ბრენდების ერთი ფავორიტი პროდუქტი, ან ზოგადად ბრენდების. არ არის აუცილებელი რაღაც ბრენდი მაინდა-მაინც თქვენი ფავორიტი იყოს, რომ რაღაც ერთი კონკრეტული პროდუქტი მოგწონდეთ ამ ბრენდის ასორტიმენტიდან და ყოველთვის ყიდულობდეთ. სიამოვნებით შემეხმიან კომენტარებში რა არის ესეთი პროდუქტები თქვენთვის, რომლებსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით უბრუნდებით და ამ პროდუქტიდან გამომდინარე გაიცანით ეს ბრენდი. თუ სხვა ბრენდების დეტალური განხილვა და რევიუები გაინტერესებთ, მთელს პლეილისტს დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს, უკვე არაერთი ბრენდის შესახებ გვისაუბრია ამ არხზე. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დარწმუნებით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!